რაც შეეხება წესების დაცვას. რა თქმა უნდა, აღსრულების მექანიზმები, აღსრულების ეფექტიანობა არის მთავრობის პასუხისმგებლობა, ბუნებრივია ყველა იმ სტრუქტურის, რომლებსაც ევალება ამ აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფა. თუმცა მეორეს მხრივ, ასევე არაერთხელ გვითქვავს და ასევე ალბათ ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ როდესაც პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძვით, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაც მათ შორის. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პასუხისმგებლობის გააზრება და ასევე იმის გააზრებაც, რომ ვერც ერთი სახელმწიფოს რესურსი ვერ ეყოფა იმას, რომ უზრუნველყოს აღსრულება 3.700.000 ადამიანის მხრიდან პირბადის დარების, ისევე როგორც ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ათეულობით ათასი ეს არ არის 3 მილიონი ნახევარზე საუბარი, ქალბატონია, დღეს მოლებში 3 მილიონი ადამიანი არ იყო. ძალიან ბევრი ადამიანი იყო სამწუხაროდ დღეს სავაჭრო ცენტრებში და ამ შემთხვევაში ეს არის ამ სავაჭრო ცენტრების პასუხისმგებლობაც. მაქვს რომ კანონს ვერ აღასრულებთ, ამის უნარი და რესურსი არ გაგაჩნიათ? პირველ რიგში მინდა ვთქვა პასუხი გავცეთ თქვენ კითხვას. პასუხი გავცე იმ თვალსაზრისით, რომ ყველას პასუხისმგებლობაა, რომ ყველა წესი, რომელიც არის დადგენილი, იყოს დაცული. და ეს არის მოქალაქის პასუხისმგებლობა, ეს არის ბიზნესის პასუხისმგებლობა და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა არის სწორედ მთავრობის მხრიდან. ამ შემთხვევაში, ქალბატონო მაია, ბოდიში გააწყვეტინებთ, ძალიან ხშირად უბრალოდ გვესმის ის არგუმენტები, რაზეც ახლა საუბრობთ, ხელისუფლების მხრიდან, რომ აი მოქალაქეების პასუხისმგებლობა პირბადე უნდა გავიკეთოთ. კარგით, მოქალაქეები არიან უპასუხისმგებლოები. მოდით. არ არის მასე, არის ძალიან ბევრი მოქალაქე, რომელიც სად არის ხელისუფლება, რომელსაც აკისრია კანონის აღსრულება. დღეს 3 მილიონი ადამიანი მოლებში არ იყო. რატომ ვერ გამოინახა რესურსებისთვის, რომ ეს ადამიანები გაეკონტროლებინათ? ამ უტრირებას ნუ გავაკეთებთ და სწორად გავიგოთ, იმიტომ რომ თქვენც აღნიშნავდით, რომ კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნამდვილად გეთანხმებით, რომ კომუნიკაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი პანდემიის წინააღმდეგ და მათ შორის ამ წესების აღსრულებაშიც. პირველ რიგში ყველამ უნდა ვიცოდეთ თუ რა წესებია და ასევე კიდევ ერთხელ უნდა ახსნათ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ამ წესების შესრულება. სად არის სახელმწიფო? სახელმწიფოს აქვს ამ შემთხვევაში ერთი ბერკეტი, რომელიც არის საჯარიმო სანქციები და შესაბამისი საჯარიმო სანქციები, რა თქმა უნდა, იქნება გამოყენებული ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ ან მიმართ, რომელსაც არ ქონდა დაცული წესები, მაგრამ მოდით იმაზე შევთანხმდეთ, რომ საჯარიმო სანქცია არ გვიცავს უშუალოდ ვირუსის გავრცელებისგან. ხო, ეს არის აღსრულების მექანიზმი და მეორე სამწუხაროდ უკვე აღსრულების მექანიზმი, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ მაღალ მობილობას სავაჭრო ქსელებში, მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ მაღალ მობილობას ტრანსპორტში, სწორედ ეს არის შემდგომში უკვე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მიიღოს ზომები. და სწორედ ეს ზომებია, რომელსაც სახელმწიფო იღებს იმ შეზღუდვების დაწესების სახით, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ უნდა დაგვეწესებინა და რომელიც ჩვენ დავაწესებთ.